ჩვენ შევეხებით კონფლიქტის ბუნებას და მისი გადაწყვეტის და მორიგების გზებსა და მეთოდებს. კონფლიქტის ბუნება ყველა შემთხვევაში უცვლელია. არსებობს ის სახელმწიფოებსა თუ ოჯახის წევრებს შორის. ყველა შემთხვევაში კონფლიქტში ჩართული პირი ერთი მხარის გამარჯვებას, მეორე მხარის დამარცხებად აღიქვამს. ამავე დროს კონფლიქტი უკავშირდება აქტიურობას, დაინტერესებულობასა და არაგულგრილობას. სწორად გაგებულმა და გამოვლენილმა კონფლიქტმა შეიძლება მოახდინოს ადამიანურ ურთიერთობების განახლება და გაუმჯობესებაც კი. არსებობს შეხედულება, რომ მშვიდობა კონფლიქტის სწორად გადაწყვეტის შედეგია. მხარეები აახლოვებენ პოზიციებს და შეთანხმებამდე მიდიან. კონფლიქტის მიზეზად ხშირად იქცევა ჯგუფების ან პირების კონკურენცია რაიმეს მოპოვებისთვის. ტერიტორიის, ძალაუფლების, მატერიალური სიკეთის, პრესტიჟისა თუ სხვა მოსაპოვებლად. დამახინჯებული აღქმა კონფლიქტად თამდევია. მტრის ხატი რადიკალურად იცვლება, როდესაც მტერი მოკავშირედ იქცევა. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს თუ კი გერმანელებს მოიხსენიებდნენ ასე პირსისხლიანი, სასტიკი, ველური და ასე შემდეგ. გამოყოფენ კონფლიქტის გადაწყვეტისა და მორიგების 4 ძირითად სტრატეგიას. პირველი გახლავთ კონტაქტი. კონფლიქტში მყოფი პირები შედიან მჭიდრო კონტაქტში, ისინი კონტაქტის თანასწორი და თანაბარ უფლებიანი პირები არიან. შეიძლება კონტაქტი მეგობრობის სტიმულადაც კი იქცეს. მეორე გახლავთ კოოპერაცია. თანამშრომლობა ერთი საერთო მიზნის მიღწევისას, ერთი საერთო საქმის პირობებში. თანამშრომლობა დადებითი განწყობების გავრცელების პირობად იქცევა. ადგილი აქვს ჯგუფურ იდენტიფიკაციას. დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამშრომლობითობის სწავლებას. მესამე გახლავთ კომუნიკაცია. იგულისხმება დიალოგში შესვლა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მოლაპარაკებები. ამ დროს შეიძლება ჩაერთოს შუამავალი პირიც, რომელიც კონფლიქტში მყოფ პირებს დახმარებას გაუწევს მორიგების პროცესში. და ბოლოს მეოთხე კონსილაცია, ანუ შერიგება. კონფლიქტის გადაწყვეტისათვის კონფლიქტის მხარეთა ეტაპობრივი ორმხრივი ინიციატივები. მადლობთ ყურადღებისთვის.